გარდაცვლილთა ცხედრები, დაშავებულები და დამწვარი მაღაზიები. ასეთი სურათია ხანძრის შემდეგ ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე. მაშველები და მეხანძრეები ცეცხლს დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში ებრძოდნენ. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სამართალდამცველები უბედური შემთხვევის ადგილზე მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ. რა ხდება აღმაშენებლის ქუჩაზე ამ წუთებში ჩვენი გადამღები ჯგუფი იქ მთელი დღე ამუშაობს და ბოლო ინფორმაციით ჯენი კვანტალიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. დიახ, ნინო, როგორც შენ უკვე აღნიშნე, ჩვენ მიმყოფებით ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი მოხდა. უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო, სახანძრო სამსახურები თითოეულ კერაზე, რომ არ მოხდეს ხანძრის აალება და შემდეგ გაღვივება ამ ხანძრის. უნდა ითქვას, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე ვერსია ტრიალებდა საეთერო ეთერში იმის შესახებ, თუ რამდენი დაზარალებული იყო დღევანდელი ხანძრის შედეგად. თუმცა საბოლოო ვერსიას ადასტურებს სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი ხუსეინ სირაბიძე. მისი ინფორმაციით 2 ცხედრის გამოყვანა მოხერხდა შემთხვევის ადგილიდან. მათი ვინაობა და სქესი ზუსტდება. ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ საკითხზე, ხოლო ერთი პიროვნება 41 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე დიაგნოზით შევიდა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსების ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ უკვე სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროს ხუსეინ სირაბიძეს, რომელიც კონკრეტულ დეტალებზე გვესაუბრება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ხუსეინ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები კონკრეტულად რომ ვთქვათ, რამდენიმე ვერსია იყო ცხედრებთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, ჯერ რა იყო მიზეზი ამისა და ცხედრებთან დაკავშირებით თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ხანძრის წარმოშობის სავარო მიზეზი მოსახლეობის განმარტებით არის საშემდგმლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობდა პიროტექნიკის შესანახ კონტეინერში, მოხდა შემდგომი აალება და აფეთქება. ხანძრის შედეგად ხანძრის ჩაქრობა 2 საათნახევარს მიმდინარეობდა. ხანძარი ამ დროისათვის მთლიანად ლიკვიდირებულია. ხანძარზე საუბედუროდ დაიღუპა 2 ადამიანი, რომელთა ამოცნობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მიმდინარეობს ექსპერტიზა მასზე და შემდეგ ახდება ცნობილი თუ ვინ იყო ეს ადამიანები. ბატონო ხუსეინ, თუ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, ეგრეთ წოდებული სტენდები, სახანძრო სამაშველო სამსახურის დათვალიერების შედეგად რა ინფორმაცია გაქვთ, იყო თუ არა ეს ტექნიკა გამოსული მწყობრიდან? სახანძრო სტენდები აღნიშნულ ობიექტს გააჩნდა, მაგრამ აფეთქება მოხდა იმდენად ყისიერად და დიდი იყო აფეთქების ძალა, ფაქტიურად ვერ მოხერხდებოდა ცეცხლმაქრებების გამოყენება და უაზროოდ იქნებოდა ცეცხლმაქრებებით მუშაობა. შეტყობინებისთანავე გავიდა 10 ერთეული სახანძრო ტექნიკა, მაგრამ შემდეგ ხანძრის სიმძლავრესთან დაკავშირებით დამატებით კიდე დამატებული იქნა 9 ერთეული. ხანძარზე ტექნიკის რაოდენობის ნაკლებობა ან წყლის მარაგის უქონლობას ადგილი არ ქონდა. ბატონო ხუსეინ, გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბრიგადები იმუშავებენ მონაცვლეობით და არ დატოვებენ ტერიტორიას. ამდენ ბრიგადაზეა საუბარი და დილისთვის რა მდგომარეობას ელოდებით? ჯერჯერობით 6 ეკიპაჟი მუშაობს, ჯერ კიდე რომ გამოიწმინდოს მთლიანად ეს არსებული კონტეინერები, რომ არ მოხდეს შიგნით ნაკვერცხლის დატოვება და შემდგომი გაღვივება. საბოლოო ჯამში რომ დავრწმუნდებით, რომ მთლიანად შემთრალია 2 ეკიპაჟი იმორიგეებს დილამდე, რათა არ მოხდეს შემდგომი გავრცელება ხანძრის. მადლობთ მე მაყურებელს, შევახსენებთ, რომ ჩვენთან პირდაპირ ეთერში საუბრობდა სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი ხუსეინ სირაბიძე. აქვე დავამატებ იმას, რომ მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ ვერ მოახერხეს მათი პროდუქციის გადარჩენა. უნდა ითქვას, რომ დამწვარია როგორც ტექნიკის მაღაზიები, ასევე სასურსათო და პროდუქტების მაღაზიები. უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა როგორც აცხადებენ სამაშველო სამსახურში მსხვერპლთან ერთად ასევე ზარალიც ძალიან დიდია. ჩვენ შეგვიძლია უკვე ადგილობრივებისა და მოვაჭრეების კომენტარები მოვისმინოთ. 2 საათია ჩალიჩობთ იმას, რომ სინამდვილე ჩაგვეთ, რომ არავითარი ყურადღება არა, ერთი მაგალ ამას არ ეყოფა. მეექვსე რიგში რო გადმოვა, მეექვსე რიგი აფეთქდება განსბალონებია. ამიტომ 2 საიმაგალო ჩაგდეს შით. იქ გარეთ სიაფალწედ განამაგდები. რამე თუ გედაირჩინება აზიარვა. მე-5 მე-6 რიგი ფაქტურად განადგურებულია მგონი. ყველაფერი გაფუჭდა დაწყებული სარეცხი ფხვნილებიდან პამპერსები, ბავშვის საჭმელები, სულ ყველაფერი გაგვიფუჭდა, ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ. თითოეულმა აგერ კი ხედავთ, სახეს აგერ ხედავთ რაც არის.
დიახ, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში უკვე აქ ხანძრის ადგილზე გამოცხადდნენ მთავრობის წარმომადგენლები. აქ იმყოფებოდა როგორც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე აჭარის ფინანსა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ასევე დეპუტაციის წარმომადგენლები, როგორც გიორგი ერმაკოვი განმარტავს, ის ელოდება ექსპერტ კრიმინალისტებისა და სამართალდამცველების კონკრეტულ დასკვნებს, რომლის დადების შემდეგაც უკვე გადაწყდება რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულებს. პიტარდების საწყობში განვითარდა ეს ხანძარი და მის გამო ხდება ეს ყველაფერი. ეხლა მთავარია ლოკალიზება მოხდეს, სახანძრო სამსახურები ყველა მობილიზებული. მიზეზი უნდა გაირკვეს ჯერ პირველ რიგში და მერე გადავწყვიტავთ საკითხს როგორ იქნება. ჯერ უნდა დავადგინოთ მიზეზი რის გამო განხორციელდა ეს და რის გამო მოხდა. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. დიახ, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, თუმცა დაახლოებით საათნახევარია ამ მიმართულებით აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა და მოქალაქეებს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლიათ.